მოგესალმებით, მე ვარ ნათია ვასაძე, ქსოვის პედაგოგი ინჯიჯენის სასწავლო ცენტრიდან. დღეს მინდა გასწავლოთ დამწყებთათვის, როგორ შეუსაბამოთ ყაისნაღი ძაბს და ასევე ვისწავლით იმ ძირითად უზორებს, რაც ახასიათებს ყაისნაღს. დავიწყოთ პირველი, როგორ ავიღოთ ჰაეროვანი თვლები. ამისთვის საჭიროა ჯერ აუცილებლად ძაფი თითებზე სწორედ გადავანაწილოთ, რომ არ იყოს მაღალი და მჭიდრო თვლები. ამიტომ გავაკეთოთ ასეთი რაღაც. ჯერ ვიხევთ ნეკა თითზე, შემდეგ საჩვენებელ თითზე და ორი თითით დავიჭიროთ ძაფი. ეს მოგცემს საშუალებას, რომ სწორად გადანაწილდეს ეს ჩვენი თვლების რაოდენობა. ეხლა გაჩვენებთ ჰაეროვან თვლებს როგორ ავიღოთ. შიგნით ამ მხრიდან ყაისნაღით დავატრიალოთ გარეთ ერთი მოძრაობით, დავიჭიროთ ძირი, რომ კომფორტულად გამოვიყვანოთ პირველი ჰაეროვანი თვალი. აი ესე ცოტა მოვქაჩოთ და უკვე დავიწყოთ ჰაეროვანი თვლების აღება, რამოდენიმე 10 იქნება 12, 15 არ აქვს მნიშვნელობა. შიგნით ამ მხრიდან ისევ ყაისნაღის მოძრაობით გამოგვაქვს თვალში გარეთ. ასე ვიმეორებთ, შიგნით ამ მხრიდან გამოვდივართ თვალში. ვეცადოთ ერთი ზომის თვლები იყოს, რომ ლამაზი ვიზუალი გამოვიდეს. ამ პრინციპით უკვე კონკრეტულ რაოდენობას ვიღებთ თვლების. შიგნით ამ მხრიდან გამოვდივართ გარეთ. და ასე გამოიყურება ჰაეროვანი თვლები. ახლა დავიწყოთ პირველი უზორი, უნამატო თვლებით. აქ წეღან გავაკეთეთ ჰაეროვანი თვლები, 12 თვალი მაქვს მე, თქვენ რამდენიც გინდათ იმდენი აიღეთ, არ აქვს მნიშვნელობა. და 12 თვალს ძირითადი დავტოვოთ და პლუს 1 ჰაეროვანი დავტოვოთ კუთხისთვის, რომ იმ ძირითადს არ მოაკლდეს რაოდენობა. ჩავდივართ წინა თვალში, გამოვიყვანთ თვალს და ყაისნაღზე გვექნება ორი თვალი უკვე და ამ ორს კიდევ გამოგხსოვთ ცალკე. ერთად რა თქმა უნდა. ვიმეორებთ, ჩავდივართ თვალში, ამოვიყვანთ და ორივეს ერთად გამოგხსოვთ. ეს არის უნამატო უზორი. რა თქმა უნდა, აქაც უნდა ვარეგულიროთ, რომ ძალიან მჭიდრო და ძალიან თავისუფალი არ გავაკეთოთ, რომ ლამაზი ვიზუალი ქონდეს და თავის ვიზუალს ემთხვეოდეს, რა თქმა უნდა და ვიმეორებთ კიდევ ერთხელ, ჩავდივართ, ამოვიყვანთ და გამოვხსოვთ. გავიდეთ ბოლომდე ამ პრინციპით და გაჩვენებთ მეორე რიგს, როგორ გავაგრძელოთ ქსოვა უნამატო თვლებით. აუცილებლად ბოლო თვალით ძალიან საყურადღებოა, რომ არ დაგჩვეს თვლები კუთხეში და აი ესე გამოიყურება პირველი რიგი უნამატო თვლებით. რაც შეეხება მეორე რიგს, აუცილებლად კუთხეში ვიღებთ ერთ ჰაეროვან თვალს, ბრუნდებით მარჯვნიდან მარცხნივ და ყოველთვის ყოველ ჯერზე აუცილებლად ერთი და იგივე მხარეს უნდა ვატრიალოთ, რომ ლამაზი გვერდები და ვიზუალი კონდეს ერთნაირი. ეხლა მეორე რიგს აგიხსნით და გავაგრძელებ. ერთი ჰაეროვანი ავიღე უკვე კუთხეში და აუცილებლად პირველი თვალი, რაც მნიშვნელოვანია, რომ არ გამოგჩეს. ჩავდივართ ორივეში, არ ვყოფთ თვალს, არც ნახევარს ვიღებთ, არც უკანა მხრიდან, წინა მხრიდან ორივეში შევდივართ. აქაც იგივეს ვიმეორებთ, ამოვიყვანთ და გამოვხსოვთ ერთად ამ თვლებს. ვაგრძელებთ. შემდეგ თვალში ჩავდივართ, ამოვიყვანთ, ოდნავ წევთ ზემოთ, რომ აი თავისუფლად ყაისნაღმა იმოძრაოს, რომ არ გამოგვიდეს მჭიდრო ნაქსოვი და ვიზუალი ლამაზი ქონდეს. გავიმეოროთ ზუსტად ამ პრინციპით. ჩავდივართ, ამოვიყვანთ და გამოვხსოვთ. ასე ვაგრძელებთ უკვე სასურველ სიგრძეს, რამხელაც გვინდა, რა დანიშნულებაც ექნება
გავაგრძელოთ ქსოვა. ეხლა ვისწავლოთ ნახევრად ნამატიანი უზორი. თვლები უკვე აღებული მაქვს და ამ ძირითად თვლებს დავუმატოთ +2 თვალი. ნახევრად ნამატიანს და ნამატიანს რო გასწავლით კიდევ შემდეგში ამ უზორებს ემატება უკვე კუთხეში 2 თვალი. ავიღოთ ნამატი და ჩავდივართ უკვე 2 თვალის შემდეგ. ის 2 თვალი რჩება კუთხეში. ამოვიყვანეთ თვალი და ეხლა უკვე ყაის ნაღზე გვაქვს 3 თვალი და ამ 3 თვალს გამოვხსოვთ ერთად. ისევ ვიღებთ ნამატს, ჩავდივართ თვალში, ამოვიყვანოთ და ეს 3 თვალი გამოვხსოვოთ ერთად. აქაც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჭიდროთ არ გავაკეთოთ ჩასვლა, ამოსვლა და გამოვხსოვის თემა, იმიტომ რომ ძალიან ჭიდრო და ვიზუალი იქნება. ვერ გავარჩევთ უნამატოს და ნახევრად ნამატიანს, რომ დაემჩნეს უზორი, აუცილებლად ცოტა თავისუფლად უნდა გავაკეთოთ. კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, ნამატი, ჩასვლა და ამოყვანა თვლის, 3 გვაქვს უკვე ყაის ნაღზე და ერთად გამოვხსოვთ. ამას ქვია ნახევრად ნამატიანი უზორი. გავიდეთ ბოლომდე და გეტყვით უკვე მეორე რიგი როგორ გავაკეთოთ. დასრულდა პირველი რიგი ნახევრად ნამატიანის. ეხლა გაჩვენებთ მეორე რიგზე როგორ უნდა გადავიდეთ. კუთხეში აუცილებლად ვიღებთ 2 ჰაეროვან თვალს. დასაწყისში აღვნიშნე, რომ +2 თვალი ემატება კუთხესთვის და მეორე რიგიც და შემდეგი რიგებიც ყოველთვის 2 ჰაეროვან თვალს ავიღებთ და ისე დავიწყებთ. მოვბრუნდი და ვაგრძელებთ იგივეს. ნამატი, პირველივე თვალი, რაც მნიშვნელოვანია და არ უნდა გამოვტოვოთ, ჩავდივართ ორივეში, ამოვიყვანთ და 3-ვეს ერთად გამოვხსოვთ. ვიმეორებთ, ნამატი, ჩასვლა თვალში, ამოვიყვანთ და 3-ვეს ერთად გამოვხსოვთ. ასე ვაგრძელებთ ბოლომდე და სიგრძეს რამდენიც გვინდა. ეხლა ავხსნათ მესამე ძირითადი უზორი, ერთნამატიანი, იგივე ნამატიანი უზორი, ასე ითქმება ტერმინით. და ავიღე ისევ მცირე თვლების რაოდენობა, აქაც +2 თვალს ვუმატებ, ვიღებ ნამატს და მესამე თვალში 1, 2 და მესამეს იმ 2 თვალს გამოვტოვებ, რომ კუთხეში დარჩეს და მესამე თვალში ჩავდივარ. ამოვიყვან თვალს, აქაც 3 თვალი გვაქვს, მაგრამ გამოვხსოვთ სხვანაირად. ანუ ჯერ 2 თვალს გამოვხსოვთ და შემდეგ 2-ს. გავყობთ ორ-ორად. ვიმეორებთ ნამატი, ჩავდივართ შემდეგ თვალში, ამოვიყვანთ და გამოვხსოვოთ ჯერ 2, შემდეგ 2. ცოტა მაღალი სვეტია იმ ორთან შედარებით და ძალიან ლამაზი. ასე გააგრძელებთ ბოლომდე და მეორე რიგსაც გაჩვენებთ, როგორ გავაკეთოთ ნამატიანი სვეტი. დავასრულე პირველი რიგი ნამატიანი უზორის. ეხლა გადავიდეთ მეორე რიგზე. კუთხეში აუცილებლად უნდა ავიღოთ 2 ჰაეროვანი თვალი, ტრიალდებით და პირველივე თვალში ჩავდივართ, ამოვიყვანოთ თვალი და ეს 3 თვალი უნდა გავყოთ ორ-ორად. ჯერ 2 თვალს გამოვხსოვთ და შემდეგ 2-ს. ასე გავაგრძელოთ ბოლომდე. ჯერ 2, შემდეგ 2. ასე გამოიყურება ნამატიანი უზორი. და ვხსოვთ სიგრძეზე რამდენიც გვინდა.
კიდევ რა უნდა გავითვალისწინოთ, ძაფზე ყველას აქვს თავისი ეტიკეტი, რომელსაც უკან აქვს მითითებული გრამი, მეტრაჟი და აუცილებლად რა ზომის ყაისნაღი და ჩხირის შესაბამება ამ კონკრეტულ ძაფს, ან ნებისმიერ ძაფს. ყველას თავის სწორი შესაბამისი ყაისნაღი ჭირდება, ან თუ ჩხირებით დააპირებთ ქსოვას, ჩხირის ნუმერაციაც არის მითითებული და კარგი იქნება თუ გაითვალისწინებთ, რომ ლამაზი ვიზუალი და კარგი ნაკსოვი გამოგივიდეთ. ახლა კი დაგემშვიდობებით. მადლობა ყურადღებისთვის.